დღეს 70 წლის გახდა, 70 წლის გახდა საქართველოს ისტორიაში ყოველ შემთხვევაში უახლეს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს უახლად ზუსტად ხო ჩამოვაყალიბოთ. საქართველოს უახლეს ისტორიაში ალბათ ყველაზე ცუდი, ალბათ კი არა, ნამდვილად ყველაზე ცუდი მმართველი არ გულისხმობ მხოლოდ 1991 წლის 9 აპრილიდან ჩვენი ქვეყნის მმართველებს, გამსახურდიას შევარდაძეს, სააკაშვილს, თუნდაც ამ ბანდიტი ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს, რომლებიც ფორმალურად და ფორმალისტურად იყვნენ პრემიერ-მინისტრები თუ პრეზიდენტები, არამედ გულისხმობ მათ შორის ბოლშევიკე კომუნისტებისა და ბოლშევიკების დროს მყოფ ყველა პირს, შევარდაძე, შავანაძე, სხვები და სხვები და პრაქტიკულად ჩამოვდივარ 1921 წლამდე, როდესაც როცა იცით თქვენ, მოხდა საქართველოს ოკუპაცია და რომ არა საქართველოს ოკუპაცია, საქართველო იქნებოდა უწარმატებულესი ქვეყანა, ისევე როგორც რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ოკუპაცია, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ბიძინას გამოყენებით, საქართველო იქნება ამ 12-14 წელიწადში იქნებოდა ძალიან წინწაწეული, მაგრამ აი იქნებოდა თუ გახდებოდა, ალბათ სწორედ როა ზნისა ძალიან წარმატებული ქვეყანა არის. ბუდიშებს ხადია ჩვენს მოლდოველს, სომეხ თუ უკრაინელ კოლეგებს თუ მეგობრებს, ახლობლებს, უკრაინა საერთოდაც ომის წინა ხაზზეა, მაგრამ ჩვენ ბევრად წინ ვიქნებოდით, ისე როგორც ვიყავით წინ. არავის არ ვადარებ რასაკვირველია, მაგრამ ეხლა ყველაზე უკანა ვართ და ამიტომ რაც ახდება, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ. მოკლედ, დღეს 70 წლისა შეიქმნა ყველაზე უარესი მმართველი დამოუკიდებელი და არა მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოსში მე-20 საუკუნეში და 21 საუკუნეში ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილი. ივანიშვილზე არის ეს ვიდეობლოგი, ჩვენ მასზე სულ უნდა ვილაპარაკოთ. ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის როგორღაც დალაგებას. ოღონდ ეს ყველაფერი არ გამოსდის. შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან ნათლად განსაზღვრული მისთვის ერთი და მთავარი მესიჯი ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით დანიშნე არჩევნები და არჩევნები ჩაატარე დემოკრატიულად, ისე კი არა როგორც რუსები მოითხოვენ შენგან, რომ გააუქმო პარტიები, პოლიტიკოსებს არ მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, დემოკრატიულად ჩაატარე არჩევნები, თუ გაიმარჯვებ დემოკრატიულ არჩევნებში დარჩი, შენი ასემს და ისემს, მაგრამ შენ ხომ მარცხდები ამ არჩევნებში, მომავალ არჩევნებში, როცა იქნება ეს 26-ში, 27-ში, 28-ში, როცა უწევს, ხომ მარცხდები და წადი. ბიძინა არ ლაპარაკობს ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით, მაინც და მაინც იმაზე რომ მომეცით უსაფრთხოების გარანტიები, ხო, რაღაც დამიტოვეთ ჩემი ქონება, ჩემი ფინანსები, დამიბრუნეთ ჩემი ფინანსები და ასე შემდეგ. ეგრამაგის პასუხი ამ თემაზე ლაპარაკობდა, დაბრუნებაზე. ამერიკელებისაგან იყო შეთავაზება ამგვარი ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით კვლავ ვიმეორებ, რომ ეს თანხა არ დაგიბრუნდება, ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ. მოიგი არჩევნები კი არა სასამართლო ლონდონში და შესაბამისი პროცედურების შემდეგ დაგიბრუნდება. მაგრამ ბიძინას ჰქონდა ესეთი კონტრშეთავაზება, რომ თუ თანხა დამიბრუნდება, მას ხო გონია რომ ეს deep state-ებისთვის თუ თანხა დამიბრუნდება, მე ამ თანხას ჩავდებ ნებისმიერ ფონდში და მოსინჯეს ამერიკელებმა ჩემი ინფორმაციით კი არ შესთავაზეს, აი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, მოსინჯეს ბიძინას ამ წინადადების შესაბამისად მოსინჯეს და შეუთვალეს, ან შესთავაზეს, აი ხმა მაგალითად თქვია, შეუთვალეს, რომ ოკეი, რაღაც ამაზე თანახმა ხარ, თუ თანხა დაგიბრუნდება, კვლავ ვიმეორებ, რომ ამერიკელები არ არიან ამ თანხის დაბრუნება, არ დაბრუნებაზე პასუხისმგებელი მართლა რაღაც deep state კი არ მართავს და მართლა კი არ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს. იმას მას აძლევენ, იმასაც ეკუთვნის და მას არ აძლევენ, იმასაც არ ეკუთვნის. თუ დაგიბრუნდება შენ თანხა, უკრაინის განვითარების ფონდში ჩადეო, რაზეც გადაფსიხებულა, ამას როგორ მაკადრებ თუ ამას როგორ ვიზავო, ამის გამო ხო რუსები გადამეკიდებიანო, ეს უთქვამს ამ 70 წლის მოხუც, იმიტომ კი არა 70 წლის კაცი მოხუცია, არამედ მოხუც მენტალურად. მოკლედ დღეს 70 წლისა შეიქმნა ეს ყველაზე ცუდი მმართველი დამოუკიდებელი და არა მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოსი 1900 წლიდან 2025 წლამდე 2026 წლამდე 226 წელია გასული.
აი ამ 226 წელში ყველაზე ცუდი მმართველი. და შეიძლება მანამდელი პერიოდის ცუდი მმართველებიც გავიხსენოთ და იმათზე ბევრზე უარესიც კი. 70 წლისა გახდა და კიდევ მეტად გადაფსიხებულია ვიცით ჩვენ ეს ყველა გრძნობთ. მათ შორის გადაფსიხებულია პირებზე, რომლებიც მისი ერთგულები იყვნენ. და ამ პირებს არა მარტო იცილებს თავიდან, არამედ იჭერს. ხარიბაშვილის დაჭერის მთავარი მიზეზი ის კი არ არის, რომ 7 მილიონი თუ 70 მილიონი ჰქონდა მას მოტეხილი. ხარიბაშვილის დაჭერის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ გემიდან, რომელიც იზირებოდა და იზირება, ხარიბაშვილმა უჭკუოდ გადაწყვიტა, ანუ გაუთვლელად გადაწყვიტა გაპარვა, გაქცევა. შვილი გაუშვა, იქ დაიბევა, გარკვეული ფინანსები დააგროვა, გარკვეულზე მეტი ფინანსები დააგროვა. თავისი კლანის შექმნა, რომელიც ბევრ რამეს აკონტროლებდა, კლანები. კულტურულად ჩხუბის გარეშე წავიდა, ისე რომ რაღაც ბიზნესები დაიტოვა, შემოსავალი აქვს და ასე შემდეგ. ბიზინა არ უგინებია ეს რაღაც ჭორიების თაობაზე რომ აგინა. ალბათ არ არის სწორი მაინც და მაინც. ან შეიძლება სწორიც არის, მაგრამ ბიზინა ამის გამო კი არ გადაეკიდა რომ ღარიბაშვილმა მაინც და მაინც აგინა თუ აგინა ისიც. არამედ იმიტომ რომ ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება გაქცევის თაობაზე. მაგრამ ღარიბაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც გაქცევა მოისურვა. ლილუაშვილი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს უთხრა უარი რაღაცა მინისტრის, ეხლა რო კახაგულედანია. იმ უწყების ხელმძღვანელი არც ვიცი რა ჰქვია, ხო? ეს კახაგულედანი შევაქებე და არც ეხლა არ დავიშულებ რაღაც ორთქვილ სიტყვას თუ გნებავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც წვეთს ეხლა რეგიონში რაღაც რეგიონების რაღაც მინისტრია. ხო? ლილუაშვილს შესთავაზა მანამდე, რა ქვია, ბანდიტმა კობახიძემ. და ლილუაშვილმა უთხრა უარი და მასაც უნდა გაქცევა. და აკი ამიტომაც ლილუაშვილი არის დასჯილი. განა იმიტომ რომ ის რაღაც კორუმპირებული არ არის, რაღაც მაფიოზოს სქემებში არ იყო და ასე იყო როგორ არა. მაგრამ ბიზინა ივანიშვილის мотиваციაზე ვლაპარაკობ. ბიზინა ივანიშვილს რა უნდა? ღარიბაშვილისგან თუ ლილუაშვილისგან და რატომ აგიჟებს ამ ორი უკანასკნელის მომხრეებს, აღარ მახსოვს როგორს რა ქვია იმ ქალბატონს. არბელაძე აგვარად. აი იმის სტატუსი წავიკითხე. თუ გული არ გამისკდა, ანუ იქ რა ხდება, ხვდებით რომ ეს შიგნით ვინც არიან ქართული ოცნების მომხრეები ერთმანეთს ჭამენ, გეყოთ თუ კმარა თუ რაღაც მსგავსი სიტყვა. ოიშვილია ქალბატონ მარველაძე მსახელი არ მახსოვს. და ის ღარიბაშვილის მომხრეა, ღარიბაშვილის და დინარაძეზე და რაღაც კობახიძეზე ამბობს ორ კი არა, მე არ მithქვავს ეგეთი სიტყვები, არც ერთზე და არც მეორეზე 41 ძიმე სიტყვას. ისეთ სიტყვებს ამბობს, ისე წინადადებებს აღალიბებს, ისე უპირისპირდება მას, რომ ეს არველაძე უნდა გადმოვიყვანოთ იმაში. რა დროაში, ლეიბორისტულ პარტიაში ან ნაციონალურ მოძრაობაში. არა, ეს უკანასკნელი ხუმრობა არა საკუთრია. ვის რატომ და ეხლა ეს ღარიბაშვილის მომხრე ქალბატონი დემოკრატიული ოპოზიციის რიგებში, მაგრამ მაინც ზეპუტრირებ, ისეთი მძაფრია რა. შემა რომ ღარიბაშვილი უყვარს, ღარიბაშვილის კენარი და კობახიძე ბანდიტი გონია, სამართლიანად სხვა შორის, თქვათ, არა ლოგიკურიც არ არის ქალბატონი არველაძის, ოღონდ სახელი არ მახსოვს უგოდი შეფას მოსაზრებანი. და ბიზინა ივანიშვილისკენაც რაღაცა მიმართული აქვს ისე ბიზინა ივანიშვილსაც ნაწილობრივზე მეტად აცკი ადანაშაულებს. იმაში რა სვებედი ცხდა აცილად ბანდიტი ნაკლი ღარიბაშვილს. მოკლედ, ბიზინა ივანიშვილი ვერ იტანს ტიპებს, რომლებიც მისი გემიდან ჩახტომას ლამობენ სურვილს გამოთქვამენ და ყველას დაერევა და ბევრს დაერია კიდეც. ერთ-ერთი ვისაც დაერია, ვინ წარმოიდგენდა, არის ლევან დავითაშვილი. სუსში იყო ვიცე-პრემიერი ბოლო პერიოდამდე. ეკონომიკის მინისტრი უერთგულესი და სხვათა შორის ერთ-ერთი უერთგულესი ივანიშვილისა, ხომამდე სწორი სიტყვა არ ვიცი, მოკლედ პირი, რომელიც მეტნაკლებით სახეს ინარჩუნებდა ქართულ ოცნებას. და ლევან დავითაშვილი დაიბარეს
მდინარაძის უწყებაში. დაიფარეს სხვათა შორის ბუნებრივი აირის ტრანზიტის, შახდენიზის, სოკარის გასადენის და ასე შემდეგ. საქართველო კარგავს თუ არ კარგავს ბუნებრივ აირს. რატომ მოხდა ასე, რაც ხდება ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა ძალიან ეს ერთი. და მეორე 20 სარჩანს ზედაპირზე არ არის გამოტანილი და მეორე ჩვენ რაც უნდა მიგვეღო 1.5 მილიარდი კუბური მეტრია. შახდენიზის გასადენიდან ამას აღარ აზერბაიჯანს დავუთმეთ ჩვენ. და ეს ამბავში შეიძლება დავითაშვილი დაანაშაულა. დავითაშვილმა სხვათა შორის თქვა რომ ევროპაო, ჩრდილოეთ ევროპა, კარგი ზოგადად თქვა, ევროპა იგულისხმება, ევროპაზე ლაპარაკობს, ხო? შეიძლება ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს შახდენიზიდან, ისეთი რაღაცეები ხდებაო. მიუთით ეს იქვე დავითაშვილს, რომ არა გენაცვალეო ჩვენ საქართველოს, სუსმა მიუთითა. საქართველოს ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ამაზე დაგელაპარაკეთ შენ. და თქვათ რაღაც გასაუბრებაზე კი არ იყავი, გამოკითხვაზე იყავიო და გამოკითხვიდან დაპატიმრებამდე არის ნახევარი ნაბიჯი. ოღონდ ბიზინა ივანიშვილი იმიტომ კი არ დაადანაშაულებს რომელიღაც ეტაპზე ლევან დავითაშვილს, რომ ლევან დავითაშვილს რაღაცა შეცდომა აქვს დაშვებული, რაღაცა კორუფციულ სქემაში იყო, ან არ იყო, თქვათ იყო. არამედ იმიტომ რომ ლევან დავითაშვილსაც უკაცრავად სიტყვისთვის და გაქცევა დათესვა უნდა და ვერ პატიობს ამას. აი ვინც მანამდე გაიქცა ბიზინა ივანიშვილის კამანდიდან ჯგუფიდან კახა კუჭავა, გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მდგომარეობაში იყო ერთი ხანობა, ეს ადრეული წლებია 9 წლის წინანდელი ამბავი. გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე, ის მაინც და მაინც არ გაქცეულა, მაგრამ პრინციპში მაინც მეორე თუ მეხუთე მხრივ გაქცეული უნდა უწოდოთ, ის საქართველოში არ ცხოვრობს. იმ ქუმსიშვილი, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი, თავდაცვის უწყების მინიმუმ 2 ხელმძღვანელი, რომელიც ოპოზიციაში კი არ წავიდა, ოპოზიციაში წავიდა ერთი მათგანი. ისიც სამოქალაქო სექტორში წავიდა და როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ისე აკრიტიკებს მანდა ხელისუფლებას. მეორე საერთოდ გაქრა. და აი მაგრამ დასავლურ პირებად ითვლებოდნენ, ხო ესე? ხო, ისინი მაინც გადააურჩნენ. ბიზინა ივანიშვილი გაგიჟებულია 70 წლის ასაკიანი მოხუცი კაცი, მოხუცი მენტალურად განუვითარებელი, იმიტომაც რომ არ კითხულობს, ეს ერთი. და იმიტომ რომ კრიტიკული აზროვნება არ აქვს და იმიტომ რომ ის დამოკიდებულია რუსეთზე, თორემ 70 წლის ადამიანები ძალიან ახალგაზრდებიც არიან, მენტალურად ახალგაზრდები, ხო? ის 97 წლის არა, 207 წლის არის. აი, ბაობაბის ასაკის ბაობაბის გადარჩენილი ხეების ასაკის არის ივანიშვილი მენტალური თვალსაზრისით. ხო და ისინი გადარჩენილები არიან ეს ხსენებული კვირიკაშვილი, რაღაც ალასანია, ხიდაშვილი, რაღაც ბახტაძე, სხვები, ხუმსიშვილი, სხვები და სხვები. რომ გაექცნენ და აი ვინც ახლა ბოლო პერიოდში ჩასაძირად განწირული გემიდან მირბის, იმათ კი როგორც ჩანს ბიზინა ივანიშვილი არც არავის დაიმტობს. ოღონდ კარგად უნდა ესმოდეს ყველას ერთი რამ, როდესაც შეჭამს უკლებლივ ყველას, ვინც მუცელს ამოუყურავს მათგან, ვინც გაქცევას ლამობდა, ვინცაც გაქცევის სურვილი ჰქონდა, ხო? მერე გადავა იმ პირებზე ბიზინა ივანიშვილი, ვინც მისი ერთგულია და ბოლომდე ერთგულია, მზადი იყო და არის ჩახვეს იმ ბიზინა ივანიშვილს პოლიტიკურ საფლავში, ანუ ჩასაძირად განწერილი გემი არ დატოვოს მსგავსად ღარიბაშვილისა თუ მსგავსად ლევან დავითაშვილისა თუ მსგავსად ლილუაშვილისა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯუარში ბურჯულაც პირობითად. ესეთები კი ბიზინა ივანიშვილს ხავს იქნება და უფრო მეტნიც კი, ვიდრე გაქცევის მსურველები. ვოლსკი მაგალითად ესია და ბიზინა ივანიშვილი ხსენებულ ვოლსკიზე, კრებსის სახელია, კობახიძეზე, მდინარაძეზე, პაპუაშვილზე. ვოლსკი იქით იყოს, ხო? წუნუკიანზე, სხვათა ჭამაზე გადავა. სწორედ იმიტომ გადავა, რომ მუცელ ამოუყურავი კაცია და შესაჭმელი გაქცევის მსურველთაგან. მას უბრალოდ არავინ აღარ ეყოლება. ეხლა მართლა იმას ხوار მიადგება გიორგი მარგველაშვილს თუ
ვიღაცას მაია ფანჯიკიძეს პირობითად. მოდინდელები არიან ისინი ძველი ძველები. სალომე ზურაბიშვილსაც ვერ მიადგება ჩემი აზრით, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ამის შეიძლება მეორე მხრივ მევცდები და დაიჭიროს კიდეც როგორც ოპოზიციონერი, რომელიც გაექცა. რომელმაც დააღალატა. შეიძლება გიორგის დაიჭიროს მერქი. თუ ამას ვიტყვი, ხო არ ვიცი. მისგან არაფერი არ გამორიცხული. შეიძლება ბერა დაიჭიროს ზეკ. ხო. და ასე შემდეგ. მიადგება მათაც მოკლედ, ვინც მისი ერთგულია. ეს გაბუნდა გავიგო. ოღონდ სხვა მოტივით. ანუ იმის გამო კი არა რომ ესე გაქცევას ამათ გაქცევა უნდა რომ არამედ იმიტომ რომ ამათმა დაღუპეს. კობახიძე იქნება განტებების ვაცი. ის ხო არის კორუმპირებულობის ვაცი ხარიბაშვილი. ეს იქნება განტებების ვაცი. გაქცევის ვაცი არის ის და განტებების ეს იქნება საწყარი. უნდა გავიგოთ რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად საქართველოს გამარჯვება არ უწევია. აი ეს არის გასასიგრძე განებები ჩვენს მიერ, რომ ვიცოდეთ მაინც. ვინც ულოცავთ ბიძინა ივანიშვილს დაავადების დღეს, იუბილეს, 70 წლის გახდა ეს კაცი, თქვენ მასთან ერთად ხართ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი რუსული ჰიბრიდული იარაღის ელემენტები თუ წარმომადგენლები, რომლებიც ებრძვით დამოუკიდებლობას. ის მთავარია, თქვენც დაგბრიდავთ ის რომელიღაც ეტაპზე პირდაპირ არა და პირივინი გადატაინფიშნოთ. და თქვენი ეს ლარიან მაღაზიაში ნაყიდი ერთი მოჟელატინოს სითხე თავზე წასმული არ გიშველით. ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ქართულ ოცნებაში მყოფ პოლიტიკოსებს. ეს ეხება ექსპერტებად წოდებულებს, ჟურნალისტებად წოდებულებს და ასე შემდეგ. შეიძლება არ ჩამოვიდეს ვინმე მაგდა ანიკაშვილის დონემდე, მაგრამ შეიძლება ჩამოვიდეს კიდეც. ანუ თქვას რომ გაუბედურება პოლიტიკა აქ იბედს, შეცვალეთ იბედის პოლიტიკა და მაგდა ანიკაშვილზე არ გამაქვინოს ყველდღიობა ბაიც და ბაიც, მაგრამ ახალი მენეჯმენტი ავისი 2 წლის შემდეგ თუ ასე გაგზელდა ცხადია, ის ხოს რომ მაგდა ისტორიის სანაგვეზე ხაჭაპურებსაც ვერ ჩააცხობს მაგდა ამბავის ეგარი. სამწუხაროდ ოჯახს ამ შემთხვევაში უნდა გავუგოთ რომ მაგდას შეაქვს იმდენი თანხა ოჯახში, რამდენი დათანხმად შეაქვს თვიდან თვემდე არ აგვიანდება ხელფას თვიდან თვემდე იღებს მაგდა იმაში, რასაც ჩადის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ოღონდ მაგდაზე არ ვამაყოლებ ყურადღებას ხო ხვდებით, მაგდას სტაილები ასობით ყავს მგონი იმედს. კიდე უარესების მეთქი. ვიტყვი ასე. ხო, ბიძინა ივანიშვილი გახდა 70 წლის. მისი გემი იზრდება, რას შვებით? არა მხოლოდ ექსპერტებო, არა მხოლოდ ჟურნალისტებად წოდებულებო, ექსპერტებად წოდებულებო, პოლიტიკოსებად წოდებულებო და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ, ვისაც გგონიათ, რომ ცოტა მიღმა ხართ, თქვენც მოგადგებათ ეს ასაკში რომ შედის და უკვე ასაკიანი, აი გაისაც 71 წლის რო გახდება, ის კაცი თუ დარჩა მიადგება, მან ყველა უნდა შეჭამოს, იმიტომ რომ ყველას მიმართ აქვს რაღაცა მოშურნეობის განცდა, ის ვერ იტანს დიდრებს, ის ვერ იტანს წარმატებულებს, ის ვერ იტანს განათლებულებს, ის ვერ იტანს მასზე მაგრებს, ის ვერ იტანს მასზე ახალგაზრდებს და ვინ არის მისზე ახალგაზრდა ყველა მენტალურად, ყველა მასზე ახალგაზრდა. ასაკვირველია, მასზე 30 წლით უფროსებიც კი, ამდენიც ყავს ცოტა ცხადია, ყველა მასზე ახალგაზრდა მენტალური თვალსაზრისით. მასზე პროგრესულებს, მასზე მცოდნეებს, აქედან გამომდინარეც მიადგება ლამის ყველას, ყველას ვერ მისწვდება, მაგრამ აი განსაკუთრებით მათ, ვინც მას ისე გიბოდი შემთხვევისთვის ეტენებოდა, ან ეტენება, ან გაექცა, ოღონდ ვითომ გაექცა, ან გაექცა და დაიჭირეს, გამოააშკარავეს, ანუ ჩაავლეს, გაქცევა არაცალეს და ასე შემდეგ. პრობლემაა ეს კაცი ამ ქვეყნისათვის. ვინც 70 წლის გახდა 18 თებერვალს არ ვიცი,
მაგრამ ვინც 53 წლის გახდა 18 თებერვალს მათ კი ულოცავდა ოდნავ უფროსებსაც. ცხადია. ნახვამდის.